საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს უახლესი ანგარიშების პრეზენტაციით დღეს ზუგდიდელი საზოგადოების წინაშე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წარსდგა. პრეზენტაციაზე ორგანიზაციის იურისტებმა და მკვლევარებმა ისაუბრეს საკუთრების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე სამეგრელოში, გურიაში, სვანეთსა და აჭარაში. მიმოხილვის შემდეგ ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი, სადაც დაზარალებულები სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ უკანონობაზე საუბრობენ. საკუთრების კუთხით არის გასატარებელი ძალიან ბევრი საკანონმდებლო ცვლილება. შესაქმნელია კომისია, რომელიც გადასინჯავს და განიხილავს საკუთრება ხელყოფილი უძრავი ქონების მესაკუთრეების საქმეებს. პრეზენტაციაზე ასევე პრეზენტატორებმა წარმოადგინეს წიგნი ვის ეკუთვნოდა საქართველოს 2003-2012 წლებში, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა და ჟურნალის პოლ რიმპლის ერთობლივი ნაშრომია. წიგნი დაწერა უცხოელმა ჟურნალისტმა პოლ რიმპლიმ, რომელიც ასახავს რამოდენიმე თემას. ეს არის მედია გარემო, ეს არის საკუთრების უფლება, ფარმაცევტული ბაზარი. გარდა ამისა, ორგანიზაციის იურისტებმა წარმოადგინეს ახალი ანგარიშის სახელწოდებით ინტერნეტის თავისუფლება, ვინ აკონტროლებს საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორს. ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა.